ეს კადრები ერთ-ერთ მიწისქვეშა სამხედრო ობიექტშია გადაღებული. როგორც არმიაში აცხადებენ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნამდვილი ქალაქები გააშენა მიწისქვეშ. მიწისქვეშა ამ საწვრთნელ ცენტრში უკრაინელი სამხედროები დრონებით მომზადებას გადიან. ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მარტივია, უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. თუ რა მნიშვნელობა აქვს წვრთნების აქ ჩატარებას, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. იმიტომ რომ ახლა ქვეყანაში ომია და საშიშია გარეთყოფნა. თუ ღია სივრცეში ხარ, შესაძლოა შაჰიდების თავდასხმის ქვეშ მოხვდე. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველყოთ პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება. თუ მოულოდნელი საჰაერო განგაში გამოცხადდება, მოგვიწევს აღჭურვილობის სხვა მასალების შენახვა. ამისთვის ზედმეტი მოძრაობაა საჭირო. ეს ყველაფერი თავშესაფარში უნდა გადავიტანოთ და ხელახლა გავშალოთ. აზრს მოკლებულია აქეთ-იქით სირბილი, ამიტომაც მეცადინეობებს თავიდანვე თავშესაფარში ვატარებთ. დრონის ოპერატორების მომზადება უკრაინის არმიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ დრონების ოპერატორებმა შექმნეს ის სიტუაცია ფრონტის ხაზზე, რომელზეც რუსი სამხედრო ბლოგერები და რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატებიც საუბრობენ. მათი თქმით, ომის დროს უკრაინული დრონები ყველგან დაფრინავენ. ისეთი აქტიური სამხედრო მოქმედებების დროს კი, როგორც ბოლო პერიოდში, დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზეა, ახალი ცოცხალი ძალის მიწოდება უმნიშვნელოვანესია. თუ ერთ ადგილზედ გახარ და არ ვითარდები, დეგრადაციას განიცდი. ინოვაციები ჩნდება, ყველაფერი მარტივად აღარ არის. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მუდმივად იცვლება რაღაც, ემატება ახალი პლატფორმები. უნდა ვაკონტროლოთ ყველა აქტუალური ცვლილება და როგორმე მოვერგოთ ამ ყველაფერს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით მას შემდეგ, რაც სახმელეთო თავდასხმებით რუსეთის სასურველ შედეგებს ვერ აღწევს, მოსკოვი ცდილობს გაზარდოს საჰაერო შტურმები უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებზე. რადგან ბოლო პერიოდში უკრაინის სამხედრო ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ჩანს, სამხედრო ობიექტების მიწისქვეშ გადატანის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მიწისქვეშ არა მარტო სარაკეტო სისტემების შექმნის პროცესი, არამედ ჯარისკაცთა მოსამზადებელი ცენტრებიც გადავიდა. ასეთი მიწისქვეშა ქალაქები აუცილებელია, რათა ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იყოს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი სწავლების უწყვეტი პროცესი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით ერთ დღეში რუსეთის საოკუპაციო არმიამ 104 მართვადი ავიაბომბით მიიტანა იერიში უკრაინაზე. კრემლმა ასევე გამოიყენა 74 შემტევი დრონი, ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტა. ინტენსიური საჰაერო იერიშებით რუსეთი ცდილობს უკრაინის მზარდი სამხედრო ინდუსტრიის შეფერხებას.